ძალიან დელიკატური თემაა ეს ყველაფერი. მე ერთი შემიძლია ვთქვა, რომ მაინც და მაინც დღეს, როცა ბოლოზარი არის, არ მესმის, რატო იყო აუცილებელი ასეთი აქციის დანიშნა. ხა ავღანეთში მოხდა ტრაგიკული შემთხვევას, კარგი ვერ გაითვალისწინებდნენ და მე მგონი ამასაც პატივი უნდა სცეს ადამიანმა. მე უნდა გამოგიწყდეთ, რომ ხარს უჭერ კი არა, მთლიანად ვიზიარებ საპატრიარქოს განცხადებაზე, რაც უფრო მეტად გავითვალისწინებთ ჩვენი პატრიარქის წინადადებებს და მოსაზრებებს, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. საქმე ის არ არის მარტო, რომ აი თქვათ, ვინც მორწმუნე ქრისტიანი მართლმადიდებელია, თქვენი სხვა რელიგიურმა გაერთიანებებმაც და სხვა რელიგიების წარმომადგენლებმაც ერთობლივი განცხადება გააკეთეს. მე მგონია, რომ მისი სიბრძნე, მისი გონიერება, მისი სიყვარული ამ ქვეყნისადმი და ყოველი ადამიანისადმი, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, იფარავდა ამ ქვეყანას მთელი ამ ურთულესი წლების მანძილზე და ამიტომ კარგს ვიზამთ თუ კეთილს ვინებებთ და გაუწევთ ანგარის პატრიარქის და ეკლესიის პოზიციას და ასევე სხვა რელიგიებისაც, რომლებიცაც არიან ჩვენთან წარმოდგენილნი და ჩვენს ქვეყანაში ეს ყოველთვის იყო კონფესიური მრავალფეროვნება და ყოველთვის იყო ეს დაცული. ახლა რაც შეეხება კონკრეტულ ამას, საერთოდ ეს თვითონ საკითხი ჰომოფობია, როცა ქვია, ანუ კაცთმოძულეობა ქვია, ესე იგი რაღაც უარყოფით დამოკიდებულებას ამ მიმდინარეობის ადამიანებისადმი. ეს ადამიანები არიან ჩვენები არიან, ჩვენი მოქალაქეები არიან, ჩვენი განუყოფელი ნაწილი არიან. იყო დრო, როცა ეს სისხლის სამართლით ისჯებოდა, გამოხატულებაც უფრო აგრესიული იყო მათ მიმართ. მე მგონია, რომ ეს ასე თუ ისე ასე აღარ არის ეს საკითხი. მე არ მესმის რა უცილებლობა არის ამის გამწვავების თვითონ მათი მხრიდან, მათი უფლებების დამცველების მხრიდან პირველ ყოვლისა. მართლა არ მესმის რა უცილებლობა ამისი და მე ლაპარაკი იმაზე, რომ ეს აი აგრესიას იწვევს და რაღაცა დაპირისპირებაა მოსალოდნელი, სულად გაუმართლებელია. წინასწარვე ადამიანს შეუძლია წარმოედგინოს რა რეაქცია ექნება მსგავს ღონისძიებებს საქართველოში, ხო? თუ ვინმეს თუ დაინტერესებული ვართ იმაში, რომ ცივილური დამოკიდებულება იყოს საზოგადოებაში, ხო, რაღაცა ცივილიზებული საზოგადოება, ვაშინოთ, ყველამ უნდა შეუწყოთ ამას ხელი. არ არის იმ სახის ახლა დისკრიმინაცია და შევიწროება საქართველოში ამ მიმდინარეობის, რომ ამის გამო ხდებოდეს აი ესეთი ტიპის მოვლენები და აი ესეთი მოლოდინები, რა მოლოდინშიც დღეს ავართ. რომ აუცილებლად რაღაცა უნდა მოხდეს, აუცილებლად რაღაც დაპირისპირებაში ეს გადაიზრდება და ნოეწყინებათ, მაგრამ ვინც ინიციატორი იყო ამ აქციის დღევანდელის, მათი ბრალი არის ეს აჟიოტაჟი და ეს დაპირისპირების რაღაცა ელემენტები. მე იმედი მაქვს ჩვენი სასულიერო პირებიც ამ საქმეში არიან და აბსოლუტურად სწორად უყურებენ ამას, რა თქმა უნდა ისინი არ იწონებენ ამას, მაგრამ პირველები აპირებენ დაიცვან წესრიგი, რომ არ გადაიზარდოს ეს რაღაცა შეხლა შემოხლაში და ფიზიკურ დაპირისპირებაში. ასევე ამაზე განცხადებებს ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანოებიც, მაგრამ ყველამ უნდა შეიკავოს თავი. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არ უნდა გადავიდეს რაღაცა დაპირისპირებად, ფიზიკურ დაპირისპირებაში. ეს არის ცხადი. მაგრამ ვიმეორებ, ჰომოფობიის წინააღმდეგ, აი მართლა არ მესმის ჰომოფობია, რატო არის ეს ამბავი, ხო? და ეს კარგახანს იქნება ასე. იქ არ არის უცხოო ხალხი, რომ არ ესმოდეთ. ეს ისეთი თემა არის, რომ დიდხანს, კარგახანს იქნება საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის მხრიდან რთულად აღქმული. და რატომ ელის ვინმე რო ახლა ამას საყოველთაო აღტაცება მოყვება, მე არ მესმის რა. ამიტომ რა ვიცი, ჩვენი ყველა სივალეა, რომ არანაირ შემთხვევაში არ კონდეს რაღაცა ძალისმიერ ინციდენტებს ადგილი. ერთი მხრივ, მეორე მხრივ, აი მართლა ვთვლი, რომ ეს თვითონ გაანალიზებენ აი ეს ადამიანები, ვინც ინიციატორები იყვნენ დღევანდელი ამ აქციის და მიხვდებიან, იმედი მაქვს, რომ ასე ეს საკითხები არ წყდება. ასე არ წყდება, თან მაინც და მაინც ვიმეორებ, გინდათ რომ აი ბოლოს არის დღეს, რა აუცილებლობა იყო ამისი, არ ვიცი, ეს ხო ცნობილი იყო, რომ ასე იქნებოდა. სხვა მხრივ მე შემიძლია თქვა, რომ ვიზიარებ საპატრიარქოს განცხადებას და მხარს ვუჭერ მას და ეს იყო სწორია ესე. დიახ. ხო მესმის, ხო, მაგრამ არ დარჩებოდა ურეაქციოდ. მე მაინც ინიციატორებისადმი მაქვს უფრო პრეტენზია. არ დარჩებოდა ურეაქციოდ ეს,
არ რჩება არამსუ ჩვენთან, არ რჩება ურეაქციოთ, აი ძალიან ისეთ ქვეყნებშიც კი ევროპის აი სამაგალითოდ რომ არიან მიჩნეულნი ამ თვალსაზრისით. არ რჩება ურეაქციოთ. ამის მაგალითია საფრანგეთი, პარიზი, ხო? ასე არის ესა. ასე არის ადამიანების დიდი ნაწილი იქნება ტრადიციული როგორც ამბობენ მიმდინარეობის მიმდევარი ამ საქმეში, ხოლო მცირე ნაწილი ყოველთვის იყო არის და იქნება რაღაცა არატრადიციული. და ამ ეპოქებმა მოიტანეს, რომ ჩვენთან კი არა, ინგლისში ძალიან ესეთი ნამდვილ ევროპულ ქვეყნებში ძალიან ცოტა ხნის წინ ეს სისხლის სამართლებით ისჯებოდა, რაც რა თქმა უნდა მიუღებელი არ შეიძლება შევიწროება დევნა, გასაგებია ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხო? დიახ. მე ვთვლი რომ არ იყო საჭირო თვითონ ეს აქცია, და პროვოცირება მოხდა ამ აქციის აი გადაწყვეტილებით ინიციატივა. არ ვიცი. აი მე მაინტერესებს მართლაც ვის ინტერესებშია და როგორ რას ისახავს ეს მიზნად, ხო? არ ვიცი სიმართლე გითხრათ რა. არ ვიცი, რა აუცილებლობა იყო ამის. არ ადგას ჩვენთან ახლა ეს საკითხი რა. არ არის იმ ტიპის, თქვათ, ისკენ პირველი ვიქნებოდი, თქვათ, რომელიც ნახავ ფიზიკურ შევიწროებაზე კი არა, მორალურზე თქვათ, რაღაც არც სამსახურებრივ, მე არ ვიცი, რამდენ რაღაც ფაქტები ხომ უნდა იყოს. არ დგას ასე ახლა ეს საკითხი. არ ადგას ეს საკითხი ასე და ამის არანაირი აუცილებლობა არ იყო. თან ფონი არის სხვანაირი ხომ ეს ავღანეთის ტრაგედია არის ეს ბავშვები ამთავრებენ სკოლას დღეს ხო? ქვეყანაში ნელ-ნელა ჩაღდება აი პოლიტიკური ცხოვრება ისეთი რომელიც კიდე ერთ რაღაც მონაკვეთში იმედი მაქვს რომ ისე მშვიდობიანში და ისე პოლიტიკურში, მაგრამ რაღაც დაძაბულ პერიოდში შეგვიყვანს. როგორც სხვას სთხოვენ, ისევე უნდა მოსთხოვონ თავის თავსაც უფრო სხვანაირი დამოკიდებულება და გათვალისწინება ყველა ფაქტორის, რაც კი არის რა ჩვენთან. ის კადრები საერთოდ ამაზე ზენი რამე იყო, მე არ მინახავს, არ ვიცი მე რაც ნათქვამია. ისიც ნახე როგორ იყო, აღდგომის წინა დღეებში იყო, ხო? ნუ მორწმუნეც რომ არ იყო, ახლა ეს როგორ საქმეა თავისთავად, ხო? რელიგიური თვალსაზრისით მოგეხსენებათ, ხო? პრაქტიკულად ყველა რელიგია ამას უარყოფითად უყურებს რბილად რომ თქვა. ხო, ბუნებრივი თვალსაზრისითაც სინამდვილეში სექსი ადამიანის გამრავლებას ისახავს მიზნად, ის რომ მას სიამოვნება ახლავს, ეს თანამდები ფაქტორია. თორე შეიძლება ადამიანის გამრავლებას ემყარება ეგამრავ, ხო? ამდენად ამის საწინააღმდეგოც არის. არის ათასნაირი მოსაზრება, ათასნაირი ეჭვები რაღაცა შეთქმულებებზე, რაღაცა საიდუმლო მიზნებზე ვიღაცების. ეს ყველაფერი იქით უნდა გავწიოთ, ხო? ესენი არიან ჩვენი, ძმები, დები, ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი საზოგადოების წევრები. ამას ლაპარაკი ზედმეტია. მაგრამ მათი ვითომ დამცველების მხრიდან რატომ ხდება ეს ამბავი, დამწოება და რამდენად წარმოუდგენიათ მათ რომ ამას უწყობენ ხელს თუ პირიქით უშნიან ხელს, ხო? და ამწოვებენ ამ საკითხს. და შეიძლება ისეთ რამეში გადავიდეს მე, რაც ახლა არ ყოფილა და ასე თუ ისე ნორმალურ სახეს ატარებდა და ვისი ბრალი იქნება საინტერესო. კი, კითხვა დაისვა რომ აქედან რო არ ყოფილიყო რეაქცია, იქნებოდა რეაქცია. ეს დაახლოებით იგივე ახლა ზვავსაშიშ თასთან რო კაცი იდგე, ხო? ახლა თუ რაღაცას გაისვრის ან იყვირებს და ზვავი ჩამოწვევა, ზვავის ბრალი ხო არ იქნება, ეს ბუნებრივი რეაქცია არის იმ და აქ უფრო სტიქიასთან გვაქვს ხოლმე საქმე. ხალხი ადამიანების დიდი მასა ხანდახან სტიქიურ მოვლენას ემსგავსება თავისი რეაქციით. თქვენ პატარები ხარ და ხო ყველაფერს არ შეწევი ხართ, მაგრამ 65 წლის მანძილზე ხანდახან არ ექვემდებარებოდა აი ლოგიკას მოქმედება ადამიანებს, რაღაც აი შინაგანი ინსტინქტი მოქმედებდა, შინაგანი რაღაც განწყობები და დიდი მასის განწყობას ემთხვეოდა და იწვევდა რაღაც არასასურველ ექსცესებს. მე მგონია რომ მაინც ამ ინიციატორებს ეს უნდა გაითვალისწინებინა და მომავალში მაინც უნდა გაითვალისწინონ. თორე ეს არის რეაქცია სულად მოსალოდნელი იყო რომ ასეთი იქნებოდა. ასეთი იქნებოდა ეს და ხა იმდენივე უფლება აქვს ზუსტად მეორე მხარეს გამოხატოს თავის დამოკიდებულება. ზუსტად ერთნაირი უფლებები აქვს. არ არის აუცილებელი. რაღა იქ, რაღა ამ დღეს, არ ვიცი, ხო, ვიმეორებ რა, რამე მიზანდასახული არ მინდა ხა შორსა ვარ ამ აზრისაგან, მაგრამ რაღაცა მიზანი შეიძლება ხო ბუნებრივია ვიღაცას გაუჩნდეს ეჭვი რომ ეს რაღაცა სხვა მიზანსაც ისახავს კიდევ. ესეთი ის არის. პროპაგანდაზე მე მაგ დამოკიდებულება პროპაგანდა საერთოდ დაუშვებელია ამას. პროპაგანდირება რაიმე ამ ტიპის ნებისმიერი სახის სექსუალური ურთიერთობების ჩემი აზრით არის დაუშვებელი.
ჩვენ აი გადავამლაშეთ ყველაფერში. ერთი და იგივე ფილმი ჩვენთან რო გადის ხოლმე თავისუფალად ღია არხებზე. თქვენ რომ ნახოთ ეს ევროპაში და შეერთებულ შტატებში, ხო, საყოველთაო არხებზე ან ამოღებულია ხოლმე კადრები, საჩოთირო კადრები რა. არამსთუ პორნოგრაფია. პორნოგრაფიაზე ლაპარაკი ზედმეტია, ეროტიკულიც კი, რომელიც ხანდახან მხატვრულ დატვირთვას ნამდვილად ატარებს. აი, ძირითადი ინსტინქტში ფილმში, ხო? იქ აქვს მხატვრული დატვირთვა, ნამდვილად ეროტიკას ხო ვერ უარყოფ. მაგრამ დაშტრიხულად უშვებენ. აი, ან იღებენ, ან დაშტრიხ. ეს აი უმაღლესი დემოკრატიული განვითარების ქვეყნებში. ჩვენ რა ვართ ასეთი რომ ასე ჩავთვალეთ რომ საერთოდ არანაირი ზღვარი არ აქვს. თავისუფლება გულისხმობს ყველაზე მეტ პასუხისმგებლობას, ყველაზე მეტ შეზღუდვას საკუთარი თავის, ოღონდ საკუთარი ნებით. აი ეს არის თავისუფლება, ნებით, როცა ადამიანი ან საზოგადოება იზღუდავს თავს, თორე ხო ძალით შემზღუდავებში ვიცხოვრე, მე პირადად დიდხანს იმით, თქვენ აგერ მოგიწიათ მართლა. არა, რჩევა რაც მე დარწმუნებული ვარ, პოლიციას მოიქცევა სწორად, ყველა შემთხვევაში უნდა გამიჯნოს ეს ერთმანეთისაგან, გამიჯნული უნდა იყოს ადამიანები, მე მაქვს ეკლესიის სასულიერო პირების იმედი და პოლიციასაც იმ თვალსაზრისით, რომ რამე არ მოხდეს. მე იმედი მაქვს, რომ არ იქნება ეს. იმედი მაქვს, რომ არ მიიღებს ისეთ სახეს, რომ მე ყველამ ძალიან ვინანოთ ეს რა. და უპირველეს ყოვლისა თვითონ ინიციატორები კიდევ ერთხელ რა უნდა დაფიქრდნენ ისინი ამას. უნდა ეფიქრათ, აწი მაინც იფიქრონ ხოლმე, რომ თუ მართლა დაცვა უნდა უფლებების, თუ მართლა იმ ადამიანებზე ზრუნავენ, მაშინ სხვანაირად უნდა იმოქმედონ. რასიზმ ასეა ეს ყველაფერი რა. გაი მე მგონია რომ კიდევ გადავა ეს დღეშიდობიან და ჩვენ ბევრი საინტერესო პოლიტიკური პროცესი გველის და გადავერთვებით იმაზე, იმიტომ რომ წვილად ფიქრობენ, რომ აი საპრეზიდენტო არჩევნებს მნიშვნელობა არ აქვს. თანდათანობით სხვათაშორის იკვეთება, რომ მნიშვნელობა აქვს ამას და აი უფუნქციო პრეზიდენტი წარმომადგენლობითი რომ ლაპარაკობენ, თვალთასი არ არის საქმე. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის ძალიან სერიოზული რამ და იმედი მაქვს გადავერთვებით მე ამ საქმეზე და ამაზე ვისაუბრებთ სერიოზულად. ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ ამაში აუცილებლად. რა ფორმით, როგორ აი ამაზე მიდის კონსულტაციები მიდის, მე არ გამოვიცხავ. აი ბატონო. არ უნდა მეთქო? კი ბატონო. კი ბატონო. ხო რა თქმა უნდა, ეხლა დღეს უბრალოდ აი ნერვიულობთ ყველანი რომ რამე ისეთი არ მოხდეს თორე. ეხლა რაც შეეხება ხოლმე ჩამოყალიბებული პოზიცია გვაქვს მე, ჩემს ორგანიზაციას, ჩემს მეგობრებს და კიდევ სხვა რაღაც პარტნიორებს, ვისთანაც ურთიერთობა გვაქვს, ლაპარაკია ძირითადად მემარჯვენე მიმართულების პოლიტიკურ ძალებზე. და სასურველია რომ მათ რაღაცნაირად მოახერხონ კონსულტაციების შედეგად კონსოლიდირება, კოორდინაცია მაინც და თუ მოხერხდება ერთიანი კანდიდატის წამოყენება და ხარდაჭერა, ეს ძალიან სერიოზულ შედეგებს მოუტანს არა მარტო ამ საპრეზიდენტო არჩევნებში, არამედ მომავალშიც და ქვეყნისთვის ეს არის აუცილებელი. ამ ქვეყანას სჭირდება სერიოზული მემარცხენე სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკური ძალები ძლიერი და ასევე სერიოზული მემარჯვენე პატრიოტული ორიენტაციის ძალების ჩამოყალიბება აუცილებლად. მე ამას უყურებ, რომ შესაძლებლობა ამაში ჩნდება საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც არ არის პარტიული სიები და კვოტები, ვის რამდენი ეყოლება და როგორ შეიძლება შეთანხმება ასე თუ ისე კანდიდატზე, რომელიც მეტნაკლებად მისაღები იქნება გაერთიანებისთვის და მისი მხარდაჭერა და ძალიან სერიოზულ შედეგებს დააფიქსირებდა მაშინ მემარჯვენე ძალები საქართველოში. თუ ეს ვერ მოხერხდა, არც ის არის გამორიცხული, რომ ყველა მიყაროს კენჭი, დასახელდეს ყველა და პროცესში გამოჩნდება, თქვათ, ერთგვარი პრაიმერიზივით გამოჩნდეს, ვის რა შესაძლებლობები და შანსები აქვს და თუ მართლა გულწრფელად ვიღაცას აინტერესებს თავისი იდეოლოგიის დამკვიდრება, თავისი ქვეყნის განვითარებისთვის ხელშეწყობა, ის მოიქცევა პასუხისმგებლობით. მე ვიცი ერთი რამ, ძალიან კარგი პიროვნებაა გიორგი მარგველაშვილი. ძალიან დადებითი ყველა თვალსაზრისით. როგორც პიროვნულად მე დიდი ხანია ვიცნობ და საზოგადოებაც ისნობს მას, ძალიან დიდი დადებითი პიროვნებაა, განათლებული, თავის პრინციპების მქონე პროგრესული კაცია, ძალიან სიმპათიური კაცია ახალგაზრდა
კარგი მინისტრიც არის მეთქი, რომ რაც ნაბიჯები გადაედგა, რაც გინდა კამათი გამოიწვია, ეს იყო ნაბიჯები და ამას ყველაფერს ყოველთვის ლოგიკა ჰქონდა მის ნაბიჯებს. და მას არ ერიდებოდა შეხვედრა და თქვა სტუდენტებს იქნებოდა თუ სხვა რა. მაგრამ ოცნების კანდიდატის უპირობო გამარჯვება მე ვფიქრობ შეიცავს საფრთხეს, რომ რაც გინდა კარგი მიზნები ჰქონდეს ოცნებას და მე დარწმუნებული ვარ, ნამდვილად კარგი მიზნები აქვს და ცუდი მიზნებით არასოდეს არავინ არ მოდის, ეს ქმნის საფრთხეს სრული ხელისუფლების სრული კონცენტრაციის. ერთი ძალის ხელში, რაც ჩვენ არაერთხელ გვინახავს და რაც ყოველთვის თუდად თავდება. ეხლა მეორე ხო ნაციონალებს გამარჯვების გაცილებით ნაკლები შანსი აქვს, მაგრამ მათი გამარჯვების შემთხვევაში კინკლაობა გაგრძელდება. გვესმის ყველას, რასაც ხედავთ ეხლა და აუტანელი გახდა ეს ყველაფერი. უკვე აღარ მაინტერესებს ვისი ბრალია ეს, სააკაშვილის თუ ოცნების, ხო, ნაცების. ეს არის ამის ყურება აღარ შეიძლება, ეს ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს. უბრალოდ კინკლაობა რა. საკითხი არის ერთი-ორი საკითხი მართლა მნიშვნელოვანი იყო, ხო? სასურველია, რომ კანდიდატი იყოს ამოდიოდეს, აი თვალისწინებით, ხო არ უნდა იყოს ამოცანა გინათვარებ თავებასთან დაპირისპირების ზოგი ოპოზიციიდან გამოდის. თანამშრომლობა აუცილებლად. თანამშრომლობა, მაგრამ იმდენი საშუალება კი აქვს იმ პრეზიდენტს, იმ ახალი კონსტიტუციის ცვლილებებითაც კი, რომ რაღაცა აი ზემოქმედება, წმინდა მორალური, პოლიტიკური მოახდინოს პროცესზე, ну, ის როგორც ჩათვლის და საზოგადოება როგორც ჩათვლის, რომ აი რაღაცა მიუღებელს წინააღმდეგეს, მისაღებს ხელი შეუწყოს არა და ეს საყოველთაოდ არჩეული პრეზიდენტი, რაც გინდა უუფლებო იყოს, საკმაოდ ლეგიტიმური ფიგურა იქნება იმისათვის, რომ დადებითი როლი შეასრულოს. ვიმეორებ, აი ორი შემთხვევისგან განსხვავებით, რაც გინდა კარგი სურვილები ჰქონდეთ ადამიანს, ძალაუფლების სრული კონცენტრაცია სერიოზულ პრობლემებთან აყენებს თვითონ იმ პოლიტიკურ ძალასაც და ქვეყანასაც. ასევე დაპირისპირების რეჟიმში გაგრძელება ცხოვრების ხელისუფლების, აი ეს სახელმწიფო სტრუქტურებში არის შეუძლებელი, გამორიცხული, ეს ოქტომბრიდან უნდა დამთავრდეს. ოქტომბრამდე თუ არ დამთავრდება და კარგი შევეგუოთ ამას. ოქტომბრიდან ეს უნდა დამთავრდეს. ხო? ამიტომ პოზიცია სახელმწიფოებრივი არის აუცილებელი. მე ვფიქრობ, აი სწორედ პატრიოტულ ძალებს შეუძლიათ ასეთი პოზიცია დაიკავონ. შეიძლება დიახ. ჩვენ ვფიქრობთ, ისე რაღაცა ჩვენ გვაქვს ძირითადად თავისუფალ საქართველოსთან გვაქვს ისინი ჭიდრო თანამშრომლობს კუკავა და ბაღათური ერთმანეთთან შეიძლება ითქვას, რომ აქ მიდის კონსულტაციები კიდევ რამდენიმესთან. მე იმედი მაქვს, რომ ახლები მიიღებენ ამ კონსულტაციებში მონაწილეობას ქრისტიან-დემოკრატებმა, აი გუშინ განცხადება გააკეთეს ხომ. აქ უნდა გადავიდეს ეხლა ვინ რა იყო, სად იყო, როგორ იყო, დავანებოთ ეხლა უნდა მას თავი. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ევროპელ დემოკრატებთან ვილაპარაკოთ ამ თემაზე. რა ვიცი, ყველასთან ვინც კი ასეთ სურვილს გამოთქვამს, სასურველია იყოს კონსულტაციები. მინიმუმ კონსულტაციები მაინც გაიმართოს. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, მოუწოდებთ კიდეც ყველას და ვინც ამის სურვილს გამოთქვამს, უკვე ვაწარმოებთ კიდეც მოლაპარაკებებს ამის თაობაზე. ვერ გეტყვით, რომ ეხლა რამე ჩამოყალიბებულია, რამე იკვეთება, ჯერჯერობით არაფერი კონკრეტული, მაგრამ თვითონ ფაქტი ასეთი არ ყოფილა ხოლმე ხშირად, რომ ამის სურვილი არსებობს, არის ძალიან ნიშანდობლივი. მე ვფიქრობ, რაღაცა ნელა მძიმე, მაგრამ პოლიტიკური სიმწიფის კიდევ ახალ ეტაპს გავივლით ეხლა ჩვენ. დიდი მადლობა, მადლობთ.